ფარისევლებს შორის იყო ერთი კაცი სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. იგი ხამით მივიდა მასთან და უთხრა: რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუც ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორცაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის. მიუგო იესომ და უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც ხელახლა არ იშრობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ნიკოდემოსმა უთხრა მას: როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუ თუ შეძლებს თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სული. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი, თქვენ ხელახლა უნდა იშვათ მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს, მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცის საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი. ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: როგორ შეიძლება მოხდეს ეს? მიუგო იესომ და უთხრა მას: შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი? ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ ზეციერზე რომ გითხრათ? არავინ ასულად ცაში გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე. რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთი სოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე წუთისოფლად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ გადარჩენილიყო მის მიერ. ვისაც ისწამს, არ განეკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდ შობილი ძის სახელი. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას შადის, ზულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.